მოვედით დომინოში, როგორც ყოველთვის, ბაზარზე, სადაც ვიღებთ მასალას და ვაწყობთ გენიალურ რაღაცებს, რა. დღეს გვექნება ძვირიანი მდიდრების გარე სამზარეულო და ეს დაჯდება, იაფი არ დაჯდება. მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით 2000 ლარი დაჯდება. დომინო ჩვენ გვერდზე მდგომი და არა უკან. ხელი-ხელთ ჩაკიდებული, მოვდივართ მინდვრიან თრუიან ბალახში 100 კინკილა. როგორც არის არ ვიცი. შევედით დათო დავიხრუკეთ შევით. დავიხრუკეთ. მოვედით დომინოში, წალკოტში, ვისაც გინდათ რომ ეზო იდეაში სიმწვანით სავსე გქონდეთ, შეგიძლიათ დომინოს მწვანე სექციაში წყალი დალიოთ. და პარალელურად რაღაც სცენარებზე არის დიდი ფასდაკლება საზაფხულო, სადაც შეგიძლიათ იდეაში დაითრიოთ და ეზო გაალამაზოთ, მაგრამ ჩვენ ეზოს გასალამაზებლად არ ვართ. ჩვენ ვართ წალკოტის ასაწყობად. ეს ამისი დავითის გავაკეთე, რომ არ დაეჯახოთ, თქმა უნდა დაეჯახე. ბიჭო, ისინი მინდა ოდო ისინი აღარდებს პოზიციში. იქით არის. ქვეშაგები, ანუ მარტივი გადაწყვეტილება გვინდა რომ მივიღოთ, რომ დაბლა ვერ ვაგებთ ვერაფერს რა. იმიტომ რომ ტვინის არის ეს რაღაცების დაგება. წებო ცემენტი ეს მინდა მარტივი ხის დეკორაცია, რომელიც აქანა ავარჩი. ესეც ფასდაკლებით არის რა. შვიდლარად. აი ესე. ესეთი ამას აქ პლასმასის ისინი ამას დააგებ. ლეგოსავით ეწყობა, ხო დადექი. 120 კილოს უძლებს. მეცაც უძლებს რა. ეს არის უმარტივესი. ლეგოსავით გადავაგებთ. ცოტა როგორ შეღილი დავდივარ. ლეგოსავით ამას გადავაგებ. აი ეს დაგვჭირდება იქ ალბათ 12 კვადრატი. ან ფერში ავურავ და მე ფერში სხვანაირად გავაკეთებ. შუაში უზროს გავუკეთებ. ეს უნდა გამოვაწერინო და გარეთ გამოვატანო. აი ეს დაბლა. PVC პანელები მინდა, ეს ზოლებიანი რაც არის და აფშუკა, ხე მინდა, დავით, წავედით ხეში, იმენა ხეში წავედით. ერთი წუთი შეჩება. მეტრი ვარ. რაღაცა არასწორია. აქეთ უნდა აი ეს რო გულმევას, ეს არ იყიდება, თორე ეზოში ეს რო დადო ყვავილებიცავს რა ლამაზი. მიმართავ დომინოს, ძალიან აღთქვით ეს მაჩუქით რა. აი ეს მაჩუქით. ან სად იყიდება ის მაინც მითხარით. ესა ოპა. კაკო რომ მიდის ამაზონის ჯუნგლებში რა გინდა? გამოდით დომინოში. წვანებში გაიარე, გველი ისეს ყველაფერი არის. აი ხა რაღაც ადრე რაღაცებს უყურებდი, ყველაფერი მინდოდა და ეხა აი აღარაფერი აღარ მინდა, იმიტომ რომ ყველაფერი მაქვს. დაგვეხმარები? ხებში გიხმარება? რა, ABC წინაზე რაც წავიგეთ იდეაში აფშიუკა გვინდა. აფშიუკას რა ქვია ქართულად? ლამპა. ვაგონკა, ლამპა. ევროვაგონკა. ხარისხები როგორ არის იდეაში? აბე არის მაღალი. არა, სეხარისხები ცუდი? სეხარისხი ცუდია. ამოწმები და აი პროვია კვეტი. არა იაფეს. უმაღლესი ხარისხი აბ თუ ა? ა. მარტოა. ის ტვინსში. მარტოა ფიჩი არა მაქვს. აბ არის ფიჩი. აი აბ მინდა მაშინ. 12 კვადრატი რა. ოღონდ არ უნდა გადავჭრა. თლიანებას უნდა გავუშვე ეს. განში რამდენია? 10? ხო, 9.6 არის. 5 მეტრია. ხო. 500 ცალი. 500 კი არა. 50 ცალი. ანუ 5 შეპროგრამულია სადაც. 10-ია თითოში. კი. ეს გამოგვიწერა მაშინ 12-და 6 შეპრა რა. რა გადო 10 დაგვრჩება მეტრიანები და მაგითი რაღაც დავაწყობთ რა. არაფერი. ისინი მინდა 2 მეტრიანი 2 სანტიმეტრიანი ისინი, უგოლნიკებივით, რაც უნდა დაუდო, რაც უნდა მივაჭედო. ხის? ხო, გარეთ. არა, 2 მეტრიანები როა. რეიკები, ხო? რეიკები გვინდა. 10 ცალი ეს გამოვწეროთ. პროსტო. არა, ეს. ესეთი. ძალიან დიდი მადლობა, ოქროხა. აი, მიბაძეთ ამ კაცს. 392 დაამრგვალე 800-მდე. ის. всё, ეგ არის. 400 ლარი. ამოიყვანე ფასი მინდა 400 ლარი. ეს არის ხე, 400 ლარი. ის რამდენიც იყო? ის უნდა გამოვაწერინოთ ყველა ვარიანტში. თორე ხო, წავედით. აზათო. გარეთ. ხო. კონსტრუქცია და ისინი რომ უნდა იცე? რა კონსტრუქცია? პროფილები გიფსოს. მე რას ვაპირებ, იცი რომ პროფილები გავაკეთო, გიფსო გავაკრა და მე გიფსოზე მივაშურობო რა. გიფსოზე პირდაპირ არ მეშურდება. რატო? ხაერი ჭირდება სამოძრაო და იმ. თორე რა მოუვა? დასკდება გარეთ სიცხე რომ დააწყვეტო ტემპერატურაზე. ნახე, ჯერ შეგიძლია გიფსო გააკეთო. მერე პროფილი და პროფილზე ზედ უნდა დააშურებო ეს პანელი რა.
ამებზე არის ფასდაკლება ხალხო პივის პანელებზე. მე ავარჩი ეს ფერი რა. ეს შავი ზოლით, იმიტომ რომ ყველაზე ძვირიანია და ყველაზე კაია. შავი ზოლი ყოველთვის აძვირებს. რატო აძვირებს დღემდე ვერ ახვდები, მაგრამ შეგიძლიათ ეს იყიდოთ და აქ ესეთ წვრილი ფუნჯით ჩამოუყვეთ. მართლა იგივე არის, ვაფშე არ შეიძლება. ღებადი არ არის? მაინც შეგიძლიათ რომ სცადოთ. ანუ ყველაფერი ამიგზავნოს. დღეს რაღაცა ძალიან ზე პროფესიონალთან მომიწევთ ერთობა, ეგრევე მირტყავენ, როგორც კიდიას ვთქვი, ეგრევე ტყლაც. არა. ხო. 12 კვადრატი მინდა. აი ეს თითო არის 0.73 რა რო გადავიმატოთ რა კვადრატულობაში სიმაღლე და სიგა. 12 კვადრატი. მოდი გავყოთ 73 და გავიგებთ რამდენი გვინდა ლისტი. რამდენი ცალი გვინდა? всё, ясно. და უნდა გამომიწერო. რომ ხალხი მერე მაჯობს, ფასები გითხარიო. შენ რო ყიდულობო და. ვიღარ, ვისაც გეძვირებათ, აი 33 კვადრატი ვენტილატორი და ის იყიდეთ. შეიძლება საერთოდ ხარ. ლისტი დაგჭირდება. რამდენი? 17. ნორმალურად 17 არ არის, 20 მომეცი. რომელი ფერი გინდა? შავი ზოლი. აფშუკაზე ყოველთვის გახსოვდეთ მოწითალ ფერას არის. ეს არის ალტაქსის ოლეჯი. კაზტანი არის რა. აი ეს არის, რასაც უსმევთ ხოლმე რა. ამის ფასი არის 48 ლარი. ერთ ფენაზე, ერთ ცალი დაჟე მეორეს რაღაც ნაწილზე ყოფნის. ის 50 ლარი. ესეც მეათვალე დავით. ხიშ ზეთი 50 ლარი და ყველაფრის განიცავს, ანუ ავითვალისგანაც კი იცავს. მართლა. 1100 ლარი და ეს არის 400 ლარი. ანუ 1500 ლარი არის აფშიუკა და გვერდთა პანელები. ეხლა ქვევით ჩავიდეთ იმაზე, ქვეშაგებებზე, ხო? მოიც პროფილი ავაწონინოთ. პროფილზე აქეთ უნდა მივიდეთ, ხო? ეხლა გამოვიწერეთ და გამოვწერთ პროფილებს, მაგის ფასას დავამატებთ. ეს არის 1500. ძვირზეავა რა, სამაგიეროდ ლამაზი იქნება რა. 1500 ხო დავითვალეთ. პლუს ამას CDUD პროფილები არის 300 ლარისა. 1600 ლარი. ეხლა გვინდა ის ქვეშაგებებში უნდა ჩავიდეთ და ყველა ვარიანტში ფასი ვნახოთ მაგის. ჩვენ სად არის? ფასი ეხლა ნახე შეშმა. გადააჭიმავს. მაგრამ ბიჭო, ლამაზი არის რა. ისე ვაწყობთ ამას, რომ ხელოსანი აღარ დაგჭირდება. თქვენით შეგიძლიათ რა იდეაში და რაც შეეხება იმას ქროუნის შურუპაორტი ყოველთვის უნდა გეგდოთ ეხლა სახში, რომ შურუპი დაუჭიროთ, ეგრე არ არის. შურუპაორტი არ აქონდეს და შენ რაღაცების კეთება გინდა, ეგრე არ არის. ჩვენ ეხლა ვიყოფებით კონკრეტულად იმ ადგილზე, სადაც მოხდა წყალდიდობა. საგიჟეთია, არ არის ისეთი სიტუაცია, რომ რაღაცა უკონტროლო ხდება. სულ რაღაცა 600 ლარი, შეგიძლიათ ეს უკონტროლობა. აი, დაუსვევდი. ეს არის გიასურა მელაშვილისა შეჩება. აი, მოღრღილზე რომ გიბერავს. ვაფშე სხვა დაუსვევდი შეჩება. ან თვითონ ფასზე დაუსვევდი და მე თვითონ ისე მიბერავდა, რომ მაგაზე დაუსვევდი. ან ორმაგის ისველია რა. მოვედით ბაღების სექციაში. ტესატერასე ფილები გვინდა, ხო? 12 კვადრატული. ეს. ეგ გვინდა 12 კვადრატული. მაგრამ მე არა, 10 კვადრატული, 2 კვადრატული მაქვს სხვა ფერი. და იმას უზორში ჩავსვა. ხო? ეჯობ. 10 კვადრატული იყოს. ის ვიყიდე, შეჩება ეს არის 120 ლარი ღირს ეს იქ რო გავშალე. არა, აი ის არის ზუსტად. აი ეს ღირს 120 ლარი შეჩება თავის კონსტრუქციით, აი ეს მწვანე. და ამ ხელა ხდება რა. 2 წელი ჩავდე წაიღე ქორწილი დაბადების დღე ნებისმიერ ამის ეფაში. აი ესენი მევასება კიდე რა, ესენი არის კაი გარესკამებია და უძლებს. ვერ დავითრიე იმენ რა. 1800-ზე ავედით, ხო? 300, 400, 700 და 1000. 1800-ზე ავედით. ეს იქნება ერთი 400-500 ლარი, 500 ლარის. 2500 უნდა ინგარიშო. ოღონდ ჭერი, კედელი და იატაკი. და თან 12 კვადრატი. და მეტი რა თან ეს ხო რა იაფიანი მასალა რა, ყველაზე ძვირიანი მასალა დაკეთე. იდეაში რაც კი არსებობს. თან დიზაინში ბევრად მაგარია ეხა. სად დაბლა კრემისფერის ფილა და სად ხე რა სუნთქავს, თან ურთიერთობა გაქვს ხესთან, თან ყავში აი მან მინდა რომ დავდგა ის გაზის გრილი და ორი ვიდეოა დომინოს ვეუბნები რომ ეს რა მაგარი გაზის გრილია და
ერთი არ წამოწდებათ რომ ახალი მე ჩვენგან საჩუქრად აი ხო შეიძლება რომ იქ ანუ მთელი ერთი თვე ვაკეთებ საჭმელებს რა ანუ ქათამს შეგიწევთ დომინოს ადმინისტრაციას მიმართავ რომ მთელი ერთის მანძილზე უფასო ქათამი და მწვადი გექნებათ ჩემგან საჩუქრად ლანჩზე მოვალ ხოლმე იქ შევწავ თქვენ აჩუქარ გაზზე მოვალ შევწავ და მოგიტანთ ბიჭო შენ ალბათ გონია რომ ეს დავით ეს მინდა არა რა მე მინდა გაზი რა რომ იქ ხომ მოუხდება ჩემ თავს გაფიცი არ მოუხდება ხო კამფორა აქ თავის გაზ დადებ ჰა რამიშ ფას რამიშობა ხოცა ურთიერთობა და სიყვარულია შეჩემა ეს რო დამადგმევინა ბიჭო აქედან მე გამომიყვანდი დათო ვერ გამომიყვანდი ჩემ აი ვერ დავეტევი ახლა მაქსიმალისტი ვარ და ვერ დავეტევი რა თან ეს ზომიოდარ მაგ კელვარის ბალონები წამოღებული იცი რა მაგარია ეტევა შეჩემა ძალიან ბევრი და ძალიან მსუბუქია რკინა რო არ არის ესა მერე მოვა ეს არა მაგ არ ვიცი რა არის მაგრამ ამაზე მერე მიმათხოვროთ მანამდე ხამ გაზზე ხაშლამის სახაში ყოველთვის წყალობით რაღაცა იქნება ქაბატონო ნინო რა ეს იგი სადაწყობე ტერასა გითხრეს რომ 750 ლარისაა მე მივდივართ ეს არის პროფილის ჭერის და პროფილი CDUD პროფილი რაც ქვია რომ გიფსო გავაკრათ ესენი იყო 300 ლარისა 1100 ლარი არის CVPS გრძივი პანელები კედელზე რაც მიდის აფშივკა იდეაში ლამპა სიძახიან არის 400 ლარის და იატაკი ეს თქვით რომ 750 რა გამოვიდა ჯამში 400 1150 2600 ლარი გამოვიდა წეს ჩემი დათვლებით გონება ჰაერში რო ითვლი და 2600 ლარად უმაღლესი ხარისხის გარე სამზარეულო მექნება და გაზი თუ მქონდა ხო აი გეფიცები დათო ესე იგი გადავწყვეტ ამ კედლის ძალიან მარტივად გიფსოთი გასწორება, CDUD პროფილები გარშემო ვარტყით და ჩავხვრით და ბეტონში დავამაგრეთ დუფელით. გავუკეთებთ ხიმინჯები შუაში, ისე რომ ყარი იყოს მთლიანი კონსტრუქცია და გიფსო დაიჭიროს და ამ გიფსოზე მერე ზედიდან ვიჩვენებთ როგორ ვივაკრავთ CVP პანელებს. სამი ძმდება ესე იგი მოკლედ ეს ნაგავი სივრცე რო ვეძახდით რომ ნაგავი იყო თავიდან მინდა რომ წალკოდათ ვაქციო და ამისთვის ძალიან მარტივი რაღაცა გვჭირდება პირველი ტრაკიდან არ გვეძდებოდეს ხელები და მეორე ოდნავ რამის გაკეთება შეგვეძლოთ დანარჩენი უკვე всё გაკეთებულია ამ კედელზე უნდა დაგვეხარჯა მილიონობით გაჯი ცემენტი და ტონა ნახევარი ალმატურად ასე შემდეგ აქ რო კედელი ამოგვეშენებინა ამიტომ მარტივად გადავწყვეტეთ რომ გიფსოს პროფილებით შევკარით გიფსოს პროფილებს ყოველთვის ამაგრებთ ხოლმე იდეაში ხვრეთთ ბეტონს ამითი ხვრეთთ და იქ უკვე დუპელს არტყავთ ეს არის ქროუნის სახვრეტი ჩაქუჩის მოყვება იდეალურად მუშაობს ქარში მტვერში ცემაში ავდაში სამჯერ წვიმაში დამშა და მუშაობს შეგიძლიათ იდეაში რომ ჰოლსჯიზე შეიძინოთ ფასდაკლებით რაც შეეხება ამას შეხვიდავთ შეამაგრებთ რო გითხრათ ამის ხელოსანი ვარ მეთქი არა ვარ ამის ხელოსანი მაგრამ კონსტრუქცია მთავარია რომ მყარი იყოს რა UD და CD პროფილები ისე ჩასვათ რომ კონსტრუქცია რო დაემაგრება გადაამაგროს დანარჩენი გიჟივით არის მთლიანი კონსტრუქცია ამაზე მივაკრავთ ზევით გიფსოს იმიტომ რომ ზევით სიმშრალეა და ქვევით წყლის საშიშროება იყო იმიტომ რომ აქ შეიძლება წყალმა შემოასხას და დომინოში რო ვიყიათ ის რაღაც ცემენტო რაღაც არის ანუ გიფსო არის ოღონდ ცემენტისგან არის დამზადებული რომელიც არ ატარებს წყალს არც შიგნიდან არც გარედან ქვედა მხარეს დაახლოებით 40 სანტიმეტრზე იმას გავუშვებთ რომ მიესხმევა წყალი რაღაც დარჩეს იგივენაირად როგორც არის და არ გაფუდეს და დაიშალოს და ზევიდან უკვე ის ინდუსტრიული ზოლები რაც არის დომინაში მაგას გავაკრავთ ჭერი არასწორია და ჭერზე იდეაში 3 ლარი ნახევარი მივეცით ორიან ფიცარში რომელსაც ეხა ლაზერზე ესე სისწორეზე გავასწორებთ 4 ცალ ფიცარს და ამაზე აფშივკას რო ეძახიან ლამპა თუ რაღაც ქვია მაგას გავუშვებთ უკვე ესე რა მე ის მარტივი დასამაგრებელია ხელის გოზდის დასარტყმელით აი ეგრე მარტივად მაგრდება რა შურუპით არ ვამაგრებთ იმიტომ რომ შურუპი ჩანს ეს არ ჩანს იმალება და ძალიან ლამაზია ვაფშე არ ეთქვა შურუპი დააჯინე ხა დავიწყებთ ამას გავასწორებთ ზედა მხარეს და მე უკვე ნელა რაღაცებს გაჩვენებთ რა ოსმოვიყიდე ეს ერთ ცალი ფიცარი დამაგრდა თლიანად აქ გამოვყვებით 4-ვე ნაწილზე ამას ესე 1 2 3 4
რომ ეს ფიცრები ესე რომ წავა აფშიუკის ფიცარი. სადმე ჩამოღუნვა არ გააკეთოს. უკვე ამ ხელა დაშორებით 4 წელი იქნება დაახლოებით 40 სანტიმეტრი გამოდის 50. უკვე აღარ დაყუნავს სიცხეზე და მზეზე, ჩვეულებრივად იქნება რა, ამ ტემპერატურულ ცვლილებაზე არ ჩამოღუნავს წეს და აღუნავს. უკვე გადაჭიმული იქნება 4 წერტილში რო იქნება თავში ბოლოში და შუაში 2 წერტილში უკვე მუცელს აღარ გაიკეთებს. რომ ეხლა ამას ბოლომდე გავაკეთებ და მე უკვე აფშიუკას მივცხებთ რა. ჩვენი სპონსორია Holst G. ნებისმიერი გამოყენებული ტექნიკა შეგიძლიათ იყიდოთ ფასდაკლებით Holst G-ზე. სწორი ზედაპირით ვამაგრებთ, იმიტომ რომ მინდა რომ ერთნაირი იყოს და ეს აფშიუკა ერთმანეთში შედის. აქ არის მამალი პირი, არა ეს არის დედალი პირი და ეს არის მამალი. ვსვავთ ერთმანეთში. ოპა, აი წკა მიჯდება. ზუსტად დავამაგრებთ და დაიჭერს. მანდეც ვასწოროთ თუ აქეთ. აქეთ არგობია. აი, კამდე არ მივდივარ ჯიმ. ესე იგი, აქ ეს ხო სვავთ ახლა ნახე და აქ ფიცარზე რაც არის, ერთ წელს თავში ვიყავთ, ერთ წელს ბოლოში. თავი, ბოლო. всё, გამაგრებულია. ეს არის იდეაში კაბელი აქ განათებები ჩაჯდება რა და მე რო აღარ იწვალოთ აქვე ბრახ ჩამოვაყოფიოთ აქ 12 და დაბალი ლედები ჯდება ამიტომ მაინც ორი ნახევარი ამ კვეთას ვშვებ ხოლმე რომ ხისმაღლა ძალიან მეშინია კაბელის ამიტომ ფეხებზე კიდია მაღალი კვეთა მირჩევნია იყოს და არ გადავიწვა ვიდრე ასე შევ რა ეხლა შემდეგი უნდა ქნათ ეხლა გავაგზავნებთ თავს ძალიან ხომალ ეკეთდება როცა გამზადებული გაქვს ყველაფერი იასნია ქროუნის შურუპაორტით ძგაფან გავაკეთეთ ჩემი მანქანა ხალხმა არ იცი წამო რა ეს არის მანქანა რომელიც ჩამოვიდა სულ გამოვშიგნე ჩემი ოცნება იყო რომ ჩემი თამეწყო სალონი ყველაფერი და გავიდე თლიანად გამოვშიგნე შიგნიდან ვაფშე ანუ სალონს სulis სპორტისას და მინდა რომ ეს მანქანა უნდა დავიტოვო დიდხანს რა თან საჩუქარია კარლაინის და თან მინდა რომ დიდი მოდი აქ შენ ნუ მარი იღებს და გაგიმო ნუ მე გადამიღე მანქანას ნუ უღებ მე მინდა რომ ეს იყოს პატრონი ამის ქვეშ ვიმალებით ხოლმე კაი ვსო წამოდი მანქანა გეყო მანქანა ეს არის ქროუნის შურუპაორტი ამითი გავხრიდეთ შეიძლება არ მეთქო მაგრამ ვიტყვი ხეჩი იმენა მართლა გეუბნები რამაზა კიდე კაი ხელოსნები არა ვართ ჩემ თქვენ დრო არ გვექნებათ ეხლა ეს თეთრი პიცარია მე თეთრ პიცას ვერ ვიტანით ამას ეგ არის ალტაქსი რო წაესმევა დღეს გვექნება 10000 ლარიანი გარე სამზარეულოს გაკეთება სულ რაღაც 1500 ლარად ჩვენ ფასები არ გვეშლება მოკლედ აქ იყო ეს მინგრეული 10 კვადრატი, ნუ 12 კვადრატი, სადაც მინდა რომ გარე სამზარეულო იყოს. პირველ რიგში კედლები არის ძალიან არასწორი და ამის გამო მოგვიწია რა იდეაში ამის გალესვა და მთელ ამბებს მოგვიწია ჩვეულებრივად გავაკეთეთ ისა პროფილები, გიფსოს პროფილები, რომელთაც გავასწორეთ ეს კედელი. ზევით ეს ფიცრები გავაკეთეთ, რომ ჭერიც ეს დამრეცი იყო და სისტორე რო შეგვენარჩუნებინა, თავს არ უტყავ. აფშიუკა გავაკარით, მაგრამ ამას კიდე გაჩვენებთ, როგორ გავაკარით, იმიტომ რომ ვიდეო წაგვეშალა იდეაში, მაგრამ ნიჩიო. ესენი ფიცრები გავაკეთეთ, ზუსტად დავამაგრეთ, ამაზე გავასწორეთ, რომ ზევით ჭერი გასწორდება. ამაზე ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ გიფსოკარდონი და ქვევით იქნება ნესტგამძლე გიფსო არა, წყალგამძლე გიფსო. ვაფშე ახალი ლეველია რა, 70 ლარიღის გიფსოს ზომა და უძლებს წყალი რომ მივიდეს, აქ ხო დაეგება ქვევით. აქაც ამასაც გაჩვენეთ ამ ვიდეოში ქვევით რას ვაგებთ. ეს არის ხის ოთხკუთხედი ფილებივით არის, რომელიც ზევით რა ადრე დავაგეზევით და ძალიან მომეწონა და ბევრად მარტივია ლეგოსავით ეწყობა და ძალიან ლამაზია. რა დაბლა ეგ დაეგება. 3 სანტიმეტრი იწევს, თავს არ მივარტყა. რაც შეეხება ხო? ეხლა ხეებს დავჭერთ იდეაში აფშიუკის ფიცრებს
და ამებს გავუშვებთ რა 2 მეტრი არის სიგრძეში 3 მეტრიანი ვიყიეთ 1 მეტრი 10 გრჩება 4 მეტრიანი სამწუხაროდ არ იყო თორე ბევრად კარგი იქნებოდა ფასებს რაც შეეხება დომინოში კი დავწერ ფასებს როცა იქნება ერთხელ დავწერ აფშუკა იყო 350 ლარის ესენი იყო თავის გიფსოიანად 340 ლარი ქვედა არის დაახლოებით 400 ლარისა და საბოლოო ჯამში ხო მარჯვე ხელები რომელშიც ფულს არ ეხეთ იმიტომ რომ თქვენ თვითონ აკეთებთ 1500 ლარი დავანგარიშეს მთლიანად რა თქვენით რო აწყოთ ძალიან მარტივი ესენიც ხო წინაზე გაჩვენეთ იდეაში უძე პროფილები ჩახრუტე დაამაგრე ამის კონსტრუქციის აწყობა მე არ ვიცი არა თავარია რომ ერთმანეთში ჩასვა და ყარი იყოს რა დანარჩენი ყველაფერი გიფსო დაიჭერს იმიტომ რომ აქ არ არის რამე შესახურეთი შესანგრევი და ქარში მოფარებულშია და ამიტომ აქ თუ რამე შეცდომა დაუშვით არა უშავს არ ჩამოინგრევა რა ამაზე ზევიდან CVP თუ რაც ქვია პანელები როა პლასტმასის და შუაში შავი ზოლები როა მაგებს ვაკრავ დიდრებს რო ევასებათ მეც მევასება მაგრამ იაფად ვცდილობ რომ დიდრული სახლი გავაკეთო ამიტომ ნებისმიერ შეგიძლიათ იგივე რამის გაკეთება პროსტა კიდე ერთხელ ვიზახი რომ თავარია ტრაკიდან არ გეზდებოდეთ ხელით დანარჩენი რავი მაგას ხოჯობია ვთქვა რომ კალა არ უნდა იყო რა არაფერი აი რა ხერხი რომ იცე შეიძლება ფეხები მოიჭრას მართლა დანარჩენი უსაფრთხოება რა კომპრესორი თუ ამაგრებთ ამას ეს არის ტოლსენის გოზდებს იდეა შეიძლება გრძელ ლურსმებს შურუპით არ ვაკეთებთ იმიტომ რომ დაეტყობა და ლურსმანი ჩამოიწევა ეს არის გოზდადიორი რომელსაც დაადებ და ბრა ხისვრის 1 2 აქეთ იქიდან შო ამას შანსი არ არის რომ მოვიდეს და შპინდელის ახალი კომპრესორი დავითრიე ეს არის ზეთზე არ მუშაობს რა 100 ლიტრიანია მაგრამ 400 litrს წუთში 400 litrს ავსებს ანუ ბევრად მეტს ავსებს ვიდრე ხარჯავ ამიტომ 3 მატორიანია ნებისმიერ მატორის გათიშვა შეგიძლია რაც შეიძლება ჩუმად მუშაობს უზეთო როა კლაპნების ხმა არ გესმის ქვევით ეგ გვაქვს რა და გააზრეთ ცალი ქვევით ოპირებ ამის დაგებას რა ხოლმეა და კაი ყოფილა სანამ გაწვდება ეს არის ხე ეს რო ოჩ კერხეით არ უნდა გარეცხოთ მე შეცდომას დავუშვი კერხელი მიუშვი მაღალბარიანი და მარტო პლასმასი დარჩა ქვევით და თუ გაწვდა ოდნავ არა უშავს ალტაქსის ზეთი რაც არის იდეაში ამაზე არ ვსმენთ ის შეგიძლია გადაუსვა ესე დააგებ ჩუსტები არ გამომიშენ და ჩუსტები თბილი ჩუსტებით აწოდად იხარ ეხლა მე უნდა მითხრა აი ეს დაიგება მაგარი გამოვა რა და თუ მითხარი დავით ამით წავით ხე დავჭერათ მაგის ეხლა ეს შავი მაიკამაცია 40 გრადუსი ცხარი აი დედის ხდება მართლა რა აი მოკლედ ამას ვჭირთ 2 მეტრებზე ეს არის ქროუნის ხერხი სტაციონარული რომელიც ჩემი ოცნება იყო რომ მქონოდა რო ამოატრიალებ აქედან წკა პატრიალებ და ეს ტრიალებს თლიანად და იქცევა მეორე ხერხად გასატარებელ ხერხად აჰა აი გაჩვენეთ ჯანდაბას მაშინ ეს უნდა მოხსნა რა წკა ესე გადადის ეხლა ჩემი დავა იმიტომ რომ ეს უნდა ეს ექნა ჩაკეტო გავიდა ეს აქედან ამოდის დეში და აქედან ხერხს ატარებ რა просто აქ გადაწყობის დროს რაღაცები უნდა მოხსნა მეორე ვარიანტი აქ ესეთი საჭრელი ხერხი დამცავი არის მაღალ ბრუნზე იდეალურად ჭრის და ეს ფეხები ეკეცება საგორიალო და ერთ კაც შეუძლია რომ წაიღოს და წამოიღოს რა მაგიტო ასწორებს თან იმენა სუფთა ჭრა აქ ძალიან კარგი თავისივე ხერხიც აი მოყვება. всё, მიედო, გავასწორეთ. всё, 2 მეტრები. ეს არის 67 ნახევარი, ხო? წავედით ხა ის ოქა, ავაკროთ. ეს უკვე წასული გვაქვს, მაგრამ ეხა გაჩვენებთ რაც წაგვეშალა იმ კადრებს. ეს არის დედალ მამალი შიპი რა. იწყებთ დედალი შიპიდან, ანუ აქედან სვავთ. ნახე, აჩვენე დავით შიპი შეჯდება. აი ესე წკა ბოლომდე შეჯდება. ეს მხარეზე ესე მიაწვევით. მან გზაც არის? ამას მიარტყავ.
всё, გელი. ეხა აქ ამას მიაწვევით. გელი, აქედან. ჰა? მიაწვევით. ბოლომდე მიაწვევით, რომ შეიძლება დეფორმირებული იყოს ხე, და რომ დაჭიმოს, რა მთელ სისწორეში რო იყოს, რომ პირი ღია არ დატოვოს. შემდეგი, მზად თუ გაქვთ სვეტში, აი 1 საათის ბაზარი არც არის რა. შურპი ამტრევს. ეს ძალიან კაია, იმიტომ რომ წვრილია და აი მენა თან არც ჩანს რომ წავუსვე. ეგ არის? ეს აი ხოლმე გადამწყვეტი მომენტი. თავარი ყველაფერი გათვალოთ, აი აქ კალტი გაუკეთდება და всё. ცოტა 20 მეტრს უკეთებ დამამთავრებელზე. აქ არის? ხო. და. აი დანარჩენი უკვე შეგიძლიათ. ეხა აქ აბა აქეთა შევი. ეს ის ხო. ახე ისა იგა იმენა ამდე როჭაობაში ამაზე ვეუბნებოდი დღეს კიდე კაი ხელოსნები არა აქვს ხოლე ძალიან დიდი რიგები გვექნებოდა თქო ხევარი არის ხო დიდი მეგავნა როჩე აი ამ ზოლზე ვაჭრეთ რა მამალიში ბილანეი ეხა მეორე ფუნქცია მჭირდება ამ ხერხისა ძალიან მეშინია ამ ხერხისა მართლა ეგეთი ხერხისა სულ მგონია რომ რამე ნაწილი უნდა დავკარგო ბევრად დაბალი ხმა რა იმ ხერხის შიშის ხმა და ამისი არ მეშინია მაგრამ ყოველთვის ვთქვათ აი ამისი ყველაზე ძალიან მეშინია მართლა რა იმიტომ რომ ოდნავ თუ სამაგრი თუ არა გაქვს და ხელი ჭირით თუ ესე დაგეჭიმა აი დიდ მასაზე უეჭველი დაგიტყავს და გამოისვს ოპა, ცხელებს პირად გავჭერი, მაგრამ მაინც მეჯვია ამის დედა ეგ არის, წამოვიდა ამაზე კუთხეები უკეთდება, მილიმეტრიანი სხვა ბაროშას კუთხე არის და იმითი დაიფარება. და ალტაქსი არის ეს რა. ეს აი ეს იმენა დაიმახსოვრეთ ყველაზე მაგარ ფერზე სვავს. აი ეხა გადავიდეთ ამის გიფსოს ამბავზე. არა? აჰა. ეხა გიფსოს გაყვეს დაბლა რომ წყალი არ შევეს, ეს არის ის გიფს. იმას გადაუღე რა. Короче, ეს არის გიფსო რა. ეხა ეს უნდა ბეტონი არის მაგის. რანაირს უნდა გაიჭრას?
რაღაცა. აბა შუშის პრინციპითა. წაიღო? ჰა? ანოუსი გაგალგაიდა გაგი ბოლოში. ანოუს არა. ჰა, ის არის. ოუსორე იქან, ნაპირზე გოუსორე. ახლა პირიქით ამოდი. არაფერი. პროფესიონალები? მა ამოსხემადენა ის არ გამარჯვებული ახლა რა თქონა ის. აზი ახლა აღელინე. ხელოსანია. ხელოსე. წამოიღე. ერთი რამაზე და შეგვიძლია. აუ, ნუ მწუწავმე შენი. Короче, ეხლა ვნახავთ შურუპი როგორ მიდის რა. აგაში მოულევიოცა. როგორ შურუპია. მართლა გეუბნები მინა. ეგრე ვიხური თავს. ეთქვა ესე სულად წვება. ხო ვეღარ ატრიალებს. ახლა აი სამოვებიო. რაღაცა. ესე იგი, ამას რო გავაკეთე, მე ბოლოში მოსხავთ, ეს არის კუდოს გერმეტული პლასტიკატია იდეაში რა. აი რო რეზინა ხდება და წყალი რო ვიდეს აქამდე კიდია რა, ჩვეულებრივად დაგუბდება. იდეაში კი არა, მაგრამ მაინც ყოველი შემთხვევით. თხევადი რეზინია რა. გავყვებით მე ამას ბოლოში. მედიაში ინტერ დაგვრჩება ბარგალკა და ის. გიფსოს სიგზეზე ვაკეთებთ. რამაზე ეძახის დასყრება, მე ვიძახი არ დასყრება მე. და შურუპებს ორნახევარიან, აი პროსტა გიფსოს შურუპები რაც არის, ქროუნის ხრახ დამჭერით ზომაზე ვაყენებთ, რომ გაჩერდეს. Всё. წავიდა, ხა ამას გავყევით. ამას აიზახთა რომ კომენტარებში ახლა დაიწყებენ რომ 60-ებზე ახო ნიშნულიო და ჩვენ აქ სხვანაირად გვაქვს. ეგ არის პროფესიონალებისთვის. ჩვენ ვართ ზე პროფესიონალები, ჩვენ ვწყვეთ საზნა იყოს შურუპი. პანელები რაც ვიყიდეთ დომინოში, ეხლა აქ უნდა გავაკეთოთ რა. ამ პანელებს ჭირდება სამაგრები. ნუ ჩვეულებრივად ეხლა ამ სადაც კარიერა შედის სილიკონითაც შეგიძლიათ მიაკვროთ, მაგრამ
ეს არის ჩარჩო რა. ერთი ჩარჩოში შევა და მეორე ჩარჩო გაუკეთდება ზევით და всё, ამაზე წკაფ, შიგნით ჩაჯდება. ქვედა მხარეს სილიკონით მივამაგრებთ, რომ ესენი არ იყო ბევრი. და ეკონომია გავაკეთოს. თან ამაზე ის იმას იზავს რა დაალაგდება მე. ჯერ დავიწყოთ ხა ამით. მარტო ზომაზე ჭრით. ზომავთ. ეს არის მგელი. სამაგრ წერტილში აშურუპებთ. ოღონდ ძალიან არ აშურუპებთ. იმიტომ რომ მოძრაობის უნარი უნდა გქონდეს რა. ცოტა ზევით ხე. მოვიდა. გელო მოვიდა. ანუ ბოლომდე არ ჭიმავთ რა. რომ ეს ზამთარში და ზაფხულში იცვლის პოზიციას მოძრაობს და ამიტომ რო არ გატყდეს უნდა ისაქნათ. ეს ჩაჯდა ერთმანეთში გამოწია. წგა. სო. იზი. ეგია. ტოლსენი არაფერი მოუვა. იგი ძინა არ ვაჩვენა რა. ხო. ეს არის სელსილის სილიკონი გარედან შიდა გამოყენებისთვის დიაში. ამას ისე აიღებ. თავს წააწვი. სიმყარე რო გქონდეს რა. ეს კონკრეტული ამბები შეგიძლიათ host G-ზე. Просто ზოლებს ვიკეთებთ. ეხა აქ არის სირთულე. ეს არის სპეციალური ხელსაწყამებისთვის გამოიყენება. ეხა ეს უნდა გავზომო. არა, ჯერ უნდა მივაწურუყო. ამ შემთხვევაში 4 წურუპი არის საკმაოდ. ასო 90 ვჭრით. ეს არის ქოუნის ბარგალკა. ამის გარეშე ამას ვერ გადაჭერთ. სხვა არც ერთი ბარგალკა არ აჭრის. host G-ზე ყიდულობთ და ჭრით. ეს უნდა ჩავაჭრათ ახლა აქ რო კუთხე გამოვიდეს. კინოებში რო ხომ ზუსტად რო სწავენ. ეგ უმარტივესი არის იდეაში სადასაყენებლად. ეხლა რაღაცების ჭრა გიწევს, მაგრამ ულამაზესი. კარგი არქიტექტურა არის, მაგრამ არ მოგხდეს. კანტებს უკეთებთ ამაგრებთ ჩურუპებით. თუ იდეაში ფანჯარა არა გაქვთ, უმარტივესი დასაყენებელია. ეხლა აქ ყველაზე ურთულესი იყო ეს ჭრა და რაღაცები, იმიტომ რომ დენსკვიტებია, მე ამას სამაგრი ემაგრება შავი ესეთი, რომელზეც ლამაზად იქნება და იქაც ეგრე არის რა. დარჩენი ყველაფერი შეგიძლიათ პროსტა ჭრა და სილამაზით სილიკონზეც აიყვანოთ. ეხლა ამას პროსტა ვამაგრებთ, რომ რახან მოძრაობა უწევს ზამთარ-ზაფხულში მთლიანობაში არ შეცვალოს სტრუქტურა რა. დანარჩენი ეს არის გიფსო.
წყალგამძლე. ესე იგი, ეხლა მივედით ქვედა მხარეზე, ეს მორჩით იდეალურია, კანფეტია, 1500 კვალებაზე მთლიანად მდიდარების გარე სივრცე არის. ეს არის ორფერში ვიყიეთ იდეაში, ეს უზორი უნდა გავუკვეთოთ, ანუ რაღაცა კანტივით და ეს არის ღია ფერი და უმარტივესია ლეგოს პრინციპით არის ხა ეს. აი ეს ამ კუთხეს საიდაც არ გინდა, აქეთ ვდებ და აი ამ იმებს ჩასარჭობებს მეორე მხარეზე აქ, ამაზე არ ჭობ. სულ ამოწმებ, კარგია. დავიდა. კარგია. კარგია. უმარტივესი დასაგებია და ულამაზესია. რა, ეს არის აკაცია. და ჩვენ რა აკაცი? შეიძლება დაჟე ბავშვსაც მიცეთ და ბავშვიც გაერთობა. თან საქმეს გააკეთებთ. რაც დარჩება იმას ნახევარი ეჭრება და ნახევარს უფენთ მერე იქით რა. ნელა მიეცა ვიდი. კაში კი ოდნავ ძვირიღეს. მაგრამ ღირს რა გადახდა, იმიტომ რომ ეხა აქ ცემენტი, შმემენტი, აი ეგ უკვე ორ ცალზე ჯდება. თავარია რომ რემონტის დროს თუ თქვენთვის აკეთებთ, ეს წინადადება ხელოსნებისთვის არ არის, იმიტომ რომ ხელოსნებს შეუძლიათ ფული დაზოგოთ, სხვასთან თუ აკეთებენ, მაგრამ თქვენ საკითხს თუ აკეთებთ, რაღაცეებში ფული არ დაზოგოთ, იმიტომ რომ მე ყოველთვის ებრაელების იმ შეგონებაზე ვარ, რომ ისეთი მდიდარიც არა ვარ, რომ რაღაცაში იაფი გადავიხადო. იმიტომ რომ მაინც ბევრჯერ გიწევს იმის გაკეთება და ადიხარ იმ ფასზე. ონკანებში არის ხოლმე ფულის დაზოგვა და ყოველთვის ჭამს ონკანს. თუ რატუნი არ არის. და გიწევს 10 ჯერ შეცვლა და საბოლოოდ ადიხარ იმ ფასზე, რაც ნორმალური ღირს. დასრულებული ვერსია ეს. აქ დარჩა რომ აქ მაცივარი იდგმევა, აქ მე თარო გაკეთდება. თავარი იდეაში აქ დაიდგება ისა, რა ქვია, გრილი. თლიანად ეს შეიღებება ნაცვლად თლიანად დაიდგება, ეს ავეჯის ამბავია. რაც შეეხება თვითონ ღია ოთახს, იდეალურია, მე მომწონს. შეიძლება ვიღაცისთვის ზიზიპილო იყოს, მაგრამ ჩემთვის გემოვნებიანია და მკიდია. ეს არის ანუ კედლის პანელები, რომელიც დეშ დომინოში ვიყიდეთ, ქვედა საგების და აფში უკაც იქ ვიყიდეთ რა. ლამპას ეძახიან, მე მგონი ქართულად არ მახსოვს. დანარჩენი უცვლელი ბრენდი ჩვენი ქროუნი, რომელიც დაგვეხმარა აბსოლუტურად ყველაფერში, რაც აქ იყო და უძლებს ყველაფერს, იმიტომ რომ ეხა ეს პლასტმასები აქ ნაჭრელი რა ნახე. თუმცა თუ გაასუფთავებთ, მე იმუშავებს შეულებრივად. ჰოლსჯის შეგიძლიათ ფასდაკლებით შეიძინოთ ეს ყველაფერი. ჩვენი პარტნიორია კარლაინი, შემდეგი ვიდეო დიდი იმედია რომ იქნება მასშტაბურსიაში დამხარეს მოშით და დაშუმვა და დაკაბელება და კონდიციონერის დაყენება, შუშების ამოჭრა და ასე შემდეგ. ანუ ერთი ეტაპი თქვენ წინ გადავინაცვლოთ, იმიტომ რომ დროა.
ეს მინდოდა რა საზაფხულო ფანჩატური იყო, მე ჩვევებინა რომ მარტივად შეგიძლიათ 1500 ლარის ფარგლებში ესეთი 10, ესე 12 კვადრატი ააწყოთ. და გასაღაზაფოთ ეხა აქ მე მაგიერ ადგება, ეს იდეაში არის სამზარეულო, გარე სამზარეულოა, სადაც რაღაცებს დაამზადებ რა. რომ არ სახში არ ბენა და რაღაცება არ მოგვიწევს. იქ დიდი ფანჩატური იქნება. მაგას მე გაჩვენებთ დიდი ფანჩატურის გაკეთებას, ის ძალიან შრომატევადი ამბავია. დღესდღეობით ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ არხის გამოწერა, არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ ეგ არის ჩვენთვის ერთადერთი мотивация რომ არხს თუ გამოიწერთ და დალაიქებთ ვიდეოს, ჩვენ გვეცოდინება რომ ესეთი რაღაცები მოგწონთ. აუცილებლად კომენტარებში დაგვიწერეთ რა გავაკეთოთ შემდეგ, იმიტომ რომ თქვენი სურვილებიდან გამომდინარე მუწაობთ ჩვენც. წავედი. თუ გინდა რომ ჩემს ამით უზრუნველი ცხოვრება გქონდეს და ჰაერიდან დაგეცეს ყველაფერი, თუმცა ხა მე ამაში ბევრი ვიშრომე. ძალიან მარტივად საეჭო კაცის არხზე თამაშდება სახლი. 55 კვადრატული მეტრი. სახლს ათამაშებს ალფა სახლი. დიღომში ყველაზე თან ეს ყველაფერი არ არის ჩვეულებრივი რემონტით რა. აი ეს არ არის თეთრი კარგას. გაყვანილია უკვე სადენები, გაყვანილია აბსოლუტურად ყველაფერი გაყვანილია, უბრალოდ ავეჯის შეტანა და კედლების შეღება დაგჭირდება. საეჭო კაცის სახლი უნდა გქონდეთ გამოწერილი. ეს არხის გქონდეთ გამოწერილი, რა იცი რა ხდება და მარტივად შეგიძლიათ 55 კვადრატული მოიგოთ. მინიშნება პირველი უკვე დაიდო, დარჩენილია 8 მინიშნება, რომელიც ეს პირველი უმეტესობამ გამოიცნო. იყავით ყურადღებით, ტობოსი, სახლი გინდა კიდე. ჩვენ გვეგზავნება. რაც შეეხება თვითონ დასახლებას, ეს არის დიდი დასახლება. ქალაქი ქალაქშია რა. საბავშვო ბაღი, სკოლა, გამწვანებები, რაღაც 5000 კვადრატული კომერციული ფართი, 2 თუ 4 სტადიონი თუ 6 სტადიონი. მოკლედ, უამრავი გასართობი ადგილი ერთ სივრცეშია რა. ერთი ქალაქია, ცალკე აშენებული, სადაც ყველაფერი აქ არსად გასვლა არ გიწევს. ინტროვერტების იდეაში ვინც ახარ და ვისაც გეზარებათ გლდანში ჩემ გვერდზე სკოლაში ზიარული, მარტივად სახლთან ახლოს გექნებათ ყველაფერი. და ეს ყველაფერი შეგიძლიათ უფასოდ მოიგოთ. იმიტომ მე ვარ საეჭო კაცი და YouTube-ში პირველად ამას ვიძახი მართლა ისე აი დაჟე დაველოდები და მერე ვიტყვი, იმიტომ რომ ამას ხო ვერავინ ვერ შეძლებს. YouTube-ში პირველად თამაშდება ბინა. ტიფლისში და არა გორში, იმიტომ რომ გორიდან ხალხი აქ მოდის და აქვე გავათამაშებთ ბარემ. მადლობა ალფა სახლს ამისთვის, დაგემშვიდობებით და ყურადღებით იყავით საეჭო კაცის YouTube არხზე. I'll be back. ეხლა გავაგრძელოთ ჩემი სახლისთვის რაღაც ეს არხი გამოგადგებათ, იმიტომ რომ იმ სახლში კედლები გაქვს შესახები, რემონტი, ესა პატარა რაღაცები გაქვს გასაკეთებელი და აქედან ისწავლეთ. ამიტომ ეს არხიც გამოიწერეთ. მადლობა კიდევ ერთხელ ალფა სახლს. თქვენ ხართ რაც ხართ.